აზრი არა აქვს. მაინც ელავშილოვის მეგობრებო, ესეც 2 მაისი წვიმიანი დილა რაჭაში და აი მოვედით იქ სადაც არის სტარტის ადგილი და განახებთ ჯერ მანქანები ყველა რა არიან მოსულები და როგორ მზადებით ნელ-ნელა გასას დაგათვალიერებთ რა არის და როგორ არის ესეთ გზაზე მოვედით დავტოვეთ მანქანა და მივდივართ შეჯიბრის სტარტისკენ. ხო გადატენილები ვართ ბოტებში და ხო ბევრი მანქანა წვიმა უბედურება, ტალახით ყლოპე და მე მგონი კაი სანახაობა იქნება. ნიშნავს რომ რაღაცა საინტერესო უნდა მოხდეს წინ. ალბათ ხა დაველოდოთ რა იქნება. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენო გამომწერებო მაყურებლებო, პირველ რიგში ყველას გიხდით მადლობას ყურებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის. აქვე მადლობას ვუხდი კომპანია ამბოლს და აი ესეთ შეჯიბრზე საბურავი თუ დაგჭირდათ. სად უნდა იყიდოთ? ამბოლში. დამატებითი ფასტაკლება რომ მიიღოთ, ვის უნდა მიწეროთ? ჩვენ და დამატებით 5%-იან ფასტაკლებას გთავაზობთ ყველა საბურავზე, რომელიც განკუთვნილია უგზობისთვის კომპანია ამბოლში. სად ვართ აკო დღეს რა ხდება? ეხა ვართ საყინულე ქვია ამათთვის როგორც მოხდა. ხო, საყინულეში ვყოფილოთ. ნიკა იცოდი? საყინულესკენ რომ ამოვუხვდეთ, რაღაც ეგეთი ინსტრუქტაჟი გქონდა. სად ვართ და ამბროლაურში, ნიკორწმინდაში კერძოდ. ხო და ეს არის წვიმიანი ამინდია. აუჩქარე ბიჭო, პანიჟენიათ. რა არ უნდა აჩქარებო? პანიჟე იქა. აი სად დღევანდელი გზები, 2 გზა არის. ეს მომზადებელი მანქანები არიან. კაი რატო რა აუჩქარე. აი, მოკლედ დღეს არის შეჯიბრი რაჭაში. არის ტროფი და ტრაიალი, ეგრეთ წოდებული. დღეს არის სტანდარტების დღე, შაბათი არის, ხვალე არის უკვე მომზადებული მანქანების დღე. ვეცდებით რომ გადავიღოთ ყველაფერი, საინტერესო კადრები და მომენტები შემოგთავაზოთ. ამინდი კარგია, ტალახი გვაქვს აგერ დაგანახებთ მე როგორი ტალახია და არის დღეს მომზადებული მანქანები. კი, მომზადებულებიც იქნება, ანუ თლა მოდიფიცირებულები ხვალეა და. მოკლედ წესით კაი კონტენტი უნდა გამოვივიდეს, კაი სანახაობა უნდა შემოგთავაზოთ, კარგ შეჯიბრს პირდებიან ორგანიზატორები და დავცხოთ მოკლედ. აი, მოდი ახლა 1-2 სიტყვას გვეტყვის ჭელო, ვინც არის შეჯიბრის ორგანიზატორი. ჭელო, რა შეჯიბრია, რას გვთავაზობ და რა სანახაობა გველის დღეს. კაი სანახაობა რო იქნება, უკვე ხვდებით, იმიტომ რომ კაი ამინდი არის და ნიადაგი მომზადებული. კი, და აბა ახლა გითხარით დეტალები როგორ დაგანაირებდა. დღეს სტარდება ამ სეზონზე ასე ვთქვათ პირველი რაჭის შეჯიბრი ტროფი ტრიალში. ეს რაღაც ახალი სახეობაა შედარებით. აქამდე ტარდებოდა უფრო ცალკე ტრიალი, ცალკე ტროფი, მაგრამ რა კი ტროფი ტყეში არის და სანახაობრივად უფრო ნაკლებია. ამიტომ დავამატეთ ეს ტრიალის ეპიზოდები, რომ დღეს იქნება ტრიალი, ხალხი უყურებს, ვისი ამონებ და ხვალ მე დიდი კლასი დასტარტავს უკვე ტროფიზე. სანახაობა ჩვენ გვაწყობს. სანახაობა კარგი იქნება. ჩვენ გვაწყობს, ხო, და მაყურებელს აწყობს. ხო, ეხლა კლასებსაც შევავლეთ თვალი. ძალიან კარგი სანახაობა უნდა იყოს. წელს აპირებთ კიდე რამეს? კი, გეგმები გვაქვს და ძალიან კარგი. წყალობით ყველაფერს. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებთ. თქვენს მადლობა ყველას მოსვლისთვის, დაფასებისთვის, ყველა მონაწილეს დიდ მადლობას მოვხდი, ყველა მომსვლელს, ყველა ჟურნალისტს, ყველა მას და ყველას. გაიხარეთ. გაიხარეთ. აბა წარმატებებს გისურვებთ და ვეცდებით საინტერესო კადრები გადავიღოთ. კარგით, დიდი მადლობა. ეხლა ჩვენი ტექნიკური დირექტორი და ხელმძღვანელი ამიმართულების აგვიხსნის თუ რა ხდება ტრეკებზე, როგორი მდგომარეობა, ვინცად უნდა გაიაროს და ამ შემდეგ დეტალებს მოგახსენებთ ბატონი აკო. გაფრთხილებული ვარ, ჩქარა უნდა ვილაპარაკოთ. ესე იგი სტარტი იწყება. აი აქედან მეგობრებო შემოდიხართ აქ. აქ და ზო მე ფინიშია. თითელი და მწვანე არის. ნო კატეგორიის მიხედვით კარების ნუმერაცია უნდა მიყვეს შესაბამის კატეგორიის თავის ნომერს და სტილი არის ესეთი, ეს კარებები უნდა აიღო, იარო. აი ნახე ეს არის მეორე კარებს ხო აიღებს, მაგრამ მწვანე ვინც არის სტანდარტი, მე შემდეგი კარები ეს კი აღარ უწევს. იქით უწევს სადაც. ზემოთ უნდა მოძებნოს თავის სადაც არის. ხო. ნუ აი ეს არის პრინციპი ამ ტიპის შეჯიბრის. ხო, პრინციპში ჩვენ წინა შეჯიბრზე რო ვიყავით, გამოსულები დაახლოებით იგივე არის, ჩვენც ესე ჩვენ ნომერს კარებებში უნდა გვიარა. კარგი, დანარჩენს უკვე უშუალოდ როცა დაისტარტება მე შემოთავაზ. არის ის რომ არ უნდა წააქციო კარებები, თორე არის ჯარიმა, არ უნდა გაწყვიტო ლენტები, ნუ ლენტები ხო ვერ გაწყვიტო. კაი, იმედია და. წავედით. სატესტო გადაღება გვაქვს თან ახლა. რანერი სტარტზე დგას. ჯაფარა და ნახოთ ახლა იმედია ჯაფარ არ გამიტანო გეხვეწე. მე მგონი ვიხოძე ვდგავარ და გამიყოლოს ახლა. თან პირველი დადგა. მარგეს MT-ებზეა. მაქსისის MT-ებია, ხო, ნახოთ. პირველი რო ხარ, რა შედეგს აჩვენებს. წავიდა, დაიძრა.
აბა წარმატებები. აბა. ნარად ხილად. ოპა. Picho. No, gente, dirasashoblo, მაგრამ აი წავიწრო გასასვლელია, არ ვიცი. შემდეგი მონაწილე, პაჯერო. უფრო თამამად დავდგები, ნახე ტრაექტორია. აჰა, მოკლე რო არის, როგორ გამოძვრა. ოპა. კარგად მიდის ტუინე. აი რაღაც ტურბინის ხმა იყო, თო მომესვა. ოპა. მოტეხა. რეალად მოდის, ხა. მგონი ესე უხერხად არ იყო საჭირო, მაგრამ გაიარა. ამას დააფინიშებს ხა. ფინიშა. ოპა, გაია. აი დაიწყო მეორე გზა. პირველი მანქანა მოვიდა. ხა თვალიერები და დაიწყება აქეთ, მაგრამ იქეთ ისეთ ხმებისთვის რომ ეს პირველი გზა უკვე აქტიურად მიდის ბრძოლები იქეთ. აბა აქ დავიდოდოთ. დაიწყო. მატარებელი ეჯახა რა, მაგრამ ბიჭო კარები არის ასე. მექანიკა. არ ვიცი როგორ არის. გადაღებაზე ვარ, აქტიურია ვარ. აქეთ არა, იქით. აბა. დავიდა. დავდიოდი ერთად. ვაი. აია. აუ კარები მოწყვიტა. ეს იქნება საჯარი მოქულა, კარის მოწყვიტა არის. საჯარი მოქულა იქ უნდა მოარტყან, აი ხე რო არ ჩართული, მან უნდა მოარტყან კრუგი და უნდა გამოვიდნენ მერე აქეთ. აბა, გავეცალოთ ხალხი კარა წამოვა. შევიდა. ეხლა ისტარტება ჩვენ აქეთ მხარეს ტრასაზე მეორე მანქანა, Opel Frontera არის და ამან ნახოთ როგორ გაივლის. წინა პაჯეროს უკეთესად შეეძლო გაივლო, მაგრამ რაც არის ეგ არის. ხდება ხოლმე შეჯიბრია, ყველა ნერვიულობს, როცა გამოდივარ. ნახოთ ხა Frontera რას იზაავს, მივიდე. გაია. კარგად ვიდის, გაია, არის ჩქაროს. როცა არ დაეჯახოს თავარია, ყველა ძიჯარიმა მაგაზე. გაია. კარგად მოდის. გაია. კარგად ვიდის. მიგროვდება. ორი კარები, ეს ერთი და მერე იქ მოსატრიალებელი კარი. აბა. კარგად ვიდის. თავარია ხა იქ არ წააქციოს. ცოტა დაცერავებული გადასასვლელია. მაინც შეხო. შეხო. გაია. მიდი. გაია რა. ოდნავ გადააქცია, მაგრამ ბოლომდე არ მოტეხა. გაია. აი, თავარია ხა იქ მოატრიალოს კარგად და წამოვიდეს. აგერ გესმით ხმები მაყურებლების, რომელიც ბალეში ყოფენ ამ ეკიპაჟს. ამიტომ ძალიან ისაა რა ქვია. ისეთი ექსტრემალური ამინდია და მანქანების კაი დაძაბულები დადიან. აჰა, გაია. გავეცალოთ, ხელი არ შევეცალოთ. ეგა, უბრალოდ გაია. დადევა შემდეგი მონაწილე, ოღონდ ვერ ემზადება ჯერ სრიალის მანქანა და ვერ დადგა. როგორ გაივლის? ყველაზე კარგად გაივლა.
გაიარა. ყველაზე სუფთა გავლა იყო. აბა წავიდა. ნახოთ ერთი ემელი გასიზავს. ცოტა გზელი მანქანებისთვის აქვს ცოტა უხერხული მოსპრიალებელია, მაგრამ ანუ კაია, კარგად გაიარა. ოჩაკ. აი, ნახე. Mercedes-ი მაინც, მაგრამ ეგრე შეიძლება გაუჭირდეს. ამურავების საფოთე. ცოტა ბევრი დრო დაკარგა ეხლა. წინა მანქანამ უფრო ჩქარა გაიარა ნამდვილად ამ ტრასაზე შეგვიძლია ეგ ვთქვათ. აი, გამოვიდა. ამურავები გამოვიდა. ეხლა ეგრევე იქით უნდა წავიდეს. Celo ძალიან უსემართლოს გაზის მიცემით. აი მე ხაბაკ. საცურებელი გადარჩა. აი კარგი საცურებელია და მთავარი არის რომ აქ ამოვიდეს, ისე რომ ეს ჯოხები არ მოგლიჯოს, ანუ არ მოტეხოს, იმიტომ რომ მაგას დიდი ჯარიმა არის. მთავარია ჯოხებში გაიაროს და მე კიდე შეიძლება გამოჩნდეს დროების მიხედვით, შეიძლება სხვანაირად დაალაგდეს, ასე ვთქვათ, შედეგები. ჯობია რომ არ დააზიანოთ ეს ჯოხები და ისე იაროთ. გაიარა. მიდი. წავიდა. ეხა იქ არის ცოტა ცუდი ადგილი, თან განსაკუთრებით ესეთი მანქანისთვის, რომელსაც ასე ვთქვათ, გაშლები და სულები არ აქვს, ანუ გიტარებიანია, საბურავების არ უარგა და მანდიქით ამ მხარეს ასვლა, აი თქვენს ხედავთ ძალიან უჭირს. წინაც გიტარა როა და უკანაც გიტარა ძალიან ძნელი არის მან დასვლა რა ესეთი მანქანისთვის. ამიტომ არ ვიცი. არა, აი მე მგონი ზედ გადავუარა იმ ჯოხს. სხვანაირად ვერ გავავალ ფიზიკურად. ნუ გადავუარა ზედ სხვა გზა არ იყო, ვერანაირად ვერ იმას იზავდა. ეხლა შედის, მოვატრიალებს და წამოვაჩევა. არ ვიცი ჩქარა გამოსვლას რაღაც ზიეთ, მაგრამ მაინც რომ გამოვიდეს. აი მე მეორეც მოტეხ. არა უჩვენს. ცალოთ ხა, შელი არ შეუშალოთ. დრო საკმაოდ ისეთია. იქით გზაზე რასიოს მაღაზია დამოკიდებული. შემდეგი მონაწილე წამოვიდა პაჯერო 2. აი მოტრიალება დაჭირდა. უკან დახევა. კიდე ერთი უკან დახევა. აი ბლოკი ხო არ აქვს ჩართული, ამას ძალიან მოკლე ჯახი. რატომაც გონია რომ ბლოკი არ ჩართული, არ ვიცი, ესეთი ლიმიტირებული მოხდა რატო აქ. აი წნარა ჩვიდად მოდის. წავიდა. ნახოთ როგორ ჩამოვა. წავიდა, ეხლა მოატრიალებს. გავლა კარგი იყო. არა ბევრი დრო და კარგა მოტრიალებაში. ორგანიზატორები ასწორებენ მოტეხი კარს. ჯოხს როგორც არის, ეხლა შემდეგი მონაწილე. მე მგონი დათო აუდიაშვილი, აუ ნახოთ. დათო დადგა სტარტზე. ლანჩზე ვარო გამოსულიო და ამაო ნახოთ როგორ ივლის მედალით თუ წავა. დაიძრა. სადა ჩქარებოდა. შტორმანი ტექნიკა არა მე ახალი ტაქტიკა. ხედავ. უი. ვერ გაიწია. ეგრე სწორედ გაასწორე და გადიდიდა. მოატრიალა როგორც იქნება, ეხლა ვნახოთ. აკეთრული. უკლაშვილო. რაო ჯერ ატრიალებს მანქანას, მაგრამ მოატრიალა.
ეხა წვალობს კაროჩე წვალობს აკეთებს უყოლებენ მაგარი ისეთი ტრეკია და ტალახია და ისა მე და მარგერაციაზე ვარ ამ დროს პარალელურად ქვემოთ მეორე შეჯიბრი მიდის რა მინდოდა წვენებშიო ეხა ფიქრობს ალბათ ой ძალიან გზელი ჯოხები უნდა ყოფილიყო ეგენი ბოლოს აღარ დარჩება ავიდა ეხლა რა მოდის არა ციდან ეხლა არ არის სიჩქარე რა თაიფალო ო ახე კარგად გაჩე დიდი მძიმე მოუხნელი ბეჰემოთი აჰა ავიდა მომენტის რა ვინა კი იძურება აჰა წინ კარგად მიდის შემდეგი მანქანა არის Mitsubishi Pajero 4 და ესაც ძალიან ბევრს გაინტერესებთ ხოლმე როგორი იulis და რანაირად თან საკმაოდ გამოცდილი და ბევრი შეჯიბრის გამარჯვებული პილოტი ყავს და ნახოთ რა სიზავს აბა შევხედოთ ყველამ ერთად აბა წავიდა აბა ეს პატარა არის წესით კარგად უნდა იაროს თან გამოცდილი პილოტია ნახე რა კარგად გაიარა ხედავთ აი უკვე წყობა გამოცდილება კაია ძალიან კაი დროშია კარგია კარგად ჩაადგინა ყოჩა აუ ოჩა აი ამასაც აი იქ თუ არ გაუჭირდა ძალიან ცუდი გადასასვლელია, მაგრამ ამას თუ უკანა ხიდის ბლოკია. შეიძლება რაღაცა გამოვიდეს. ნახოთ, არ ვიცი. ერთად ძალიან კაი დროში მიდის. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ ყველაზე კაი დროში მიდის. ბლოკი ჩართული აქვს, მაგრამ მაინც არ ყოფნის ხალხო ნახეთ. არ ეყო ბლოკი. ეს გიტარებიანი მანქანის პრობლემა ეგაა. გადავიდა. ცოტა ოდნავ დააზიანა. მაგრამ აქ თითქმის ყველამ დააზიანა. მეგონი ერთმა მანქანამ გაიარა, მხოლოდ რომელსაც არ დააზიანა. მოდის. დრო საკმაოდ კარგი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აქ გაუჭირდა. აი ეს არის ზუსტად ის პრობლემა, რაც მიდახება. ანუ გასვლები რო არ ყოფნის, ამ დიაგონალზე ვერ გადადიან კარგად. ვაიმე, სუდა. მეგონი არ უძლია საერთოდ არ ვიცი მე მაგას გავარკვევთ. ვაი, ყველაფერი დაანგრია. ვაი. მოდის შემდეგი მანქანა. აი, ნახეთ. აი, ბალაშიკობაც ასეთი უნდა. Pajero io ორკარიანი და ძალიან პატარა მანქანაა და წესით ძალიან კარგად უნდა იაროს. თან წონაც საკმაოდ პატარა აქვს. უკანაც არ აქვს. გიტარები უკანა აქვს ეგრეთ წოდებული ბალკა ხიდი და წესით იმ დიაგონალზე ბევრად უფრო უნდა გამომარტივდეს, გამოვიდოდა ეხლა თბილა მიცა უკანასლა. გამოვიდოდა, მაგრამ არა უშავს მაინც კაი დრო აქვს. ცოტა საბურავები არ უარგა, მე მგონი გასწუხურებ. ეს იმ Pajeroზე კიდევ უფრო პატარაა. მარტივად მინიმუმს. კარგი დრო აქვს, კარგად მოდის, კაი დროა, აბა. არ უნდოდა, ეგ აღარ უნდა, გავიდოდა, მატარაა. მაგრამ თავს იზღებს. რაც კარგია. აბა ეხა ყველაზე მთავარი მომენტი. აქ უნდა გაიაროს, წერო არ დააზი. ოპ! ვახ. აქ მოკლედ ძალიან აცურებს რა, უკვე ძალიან აიზილა და გართულდა. აბა, მიდი, გაეტია. ოჩა. იქიდან უკვე მარტივი არის გამოსვლა. აქედან ბევრად უფრო რთული არის, იმიტომ რომ გაცურებ და იქიდან ჩამოცურდები და გამოვიდი. ძალიან კაი დრო აქვს, არაფერი არ დაუზიანებია, ერთ-ერთი პირველი იქნება ამ გზაზე. იქიდან გზაზე როგორი არა ან თუ არა, ეგ ჯერ არ ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ უწევს წინ უკან მისვლა, ეგ არაფერს არ ნიშნავს. იმიტომ რომ რეალურად ყველას ჯარიმები აქვს ამ გზაზე, ვინც გაიარა აქამდე. მე მთავარია ეხა უკანაც ისე გამოიაროს, რომ არ დააზიანოს და ძალიან არ დააცუროს. ой, კაია. აი გესმით ოვაციები, ოპა. არა უშავს.
ჩაუქრა, მაგრამ არა უშავს. მაინც ძალიან კაი დროა. კაია. კაია. აჰა. კაია. აი დრო ქონდა ძალიან. კარგია. მოსობაში ახალი მანქანა და ეს ჩვენი გაგებით ესაა Subaru ხალხო. ორკარიანი Subaru გამოდის და ბალეშიკო Subaru. მარკემ დაინახა Wrangler-ი და დაიწყებდა ხა ეს Subaru მოვიდაც. შემოვიდა ორკარიანი Subaru. ვა! ეს ბატო Subaru-ა. აიმე. რაღაც ადრე მოტეხილი და გააჩვენი. არა უშავს. ყველაფერი იქნება. აი, წავიდა შემდეგ. შემდეგზე ცოტა უჭირს, როგორც საბურავები, დურატრეკები უყენია, ხო, MT-ები არა აქვს და ეს სურებაა და ძალიან სურებს აქეთ იქით, თან რაც საკმაოდ გაკეთდა და აი ეს არის ინა ეგრეთ წოდებული ბალკამოსტი, რო ლახლახებს რანგლერებისაც ინა ბალკამოსტი აი აი ადრე არა აქვს მაინც იმასთან მოტეხა აბა ნახოთ ახლა აქ თუ გაივლის აბა ეხლა შევხედოთ ორივე აი ხედავთ ხო ხედავთ რა მარტივად გაიარა მანქანამ რომელსაც აქვს წინ და უკან ეგრეთ წოდებული ხისტი ხიდი და არა გიტარები რასაც ვიძახდი პაჯეროზე ნომერი ძვრებოდა იმედი არ დაკარგავს არ დაკარგავს მე მეძახიან მომენი გაიწია ცოტა აქეთ რომ გამოვგავიწევიოთ ცუდი ტრაექტორიიდან შეუხვია მე თუ მკითხავთ მეორე მხრიდან ჯობდა იმიტომ რომ იქიდან აქეთ გადმოსვლა უფრო მარტივია რო არ დაგაცუროთ აი რასაც ვიძახდი მაგრამ რა ესე არის რა აი აუ დისკვალიფიკაცია არ ვიცი ნაფერი ნახეთ სამაგიეროთ ნიკო ეფექტურად გაიარა ეს უკვე მომეწონა ეს უკვე გაიქო სერვიდან შემდეგი მონაწილე ემზადება გოგონა დაიძრა კი დაიძრა მათ მიხახლოდა პირველ დაბრკოლებას სხვა კუთხით შევალო ნახოთ როგორ გამოცდილია. ხო, ეს უნდა მოიწვიოს. ჩარჩაკა მაგარამო. წინ თუ მოდის, უკვე ბამპერს უტყავს. ან უნდა ბამპერი შესწიროს. ან არ ვიცი, ისეთი კუთხით არის, რომ ერთი ადამიანის ძალა რა შევა, ცოტათი ბამპერი მეორე ცდაზე უშვებს ტურმანი. ამაც და მეორე ნახოთ ეხლა რა სიზავს. ცოტა გარედან უნდა შესვლა.
კარგად გავიდა. Წავა ეხა მოატრიალებს და დაველოდოთ ამოვა. მოტრიალდა, მოდის. და კაი ზანოსი იყო, ეგრე რო ასულიყო, ძალიან ლამაზი კადრი იქნება. გიორგი, ჩვენი ეკიპაჟი, ასე ვთქვათ. ჩემი საბურავები უყენია MT-ები, ვალეშიკობ გიორგის და ნახოთ როგორ გაივლის. Forerunner-ია, ცოტა ამ გზებისთვის გრძელია, ვიტყოდი, ან ცოტა ვიწრო გასასვლელი კარ-კარებია, ამიტომ რასწავს არ ვქო. ნახოთ. აი მთავარია მაკარში გაეტევა იქით არის ალბათ. კაია. მიდი. ოუ, ძალიან გრძელია ამ კარისთვის. საბურავები არა კარგად. კაია, გააცეცხლა. დო, კაი. გამიდიგიო. დავიდევია. ყველაფერი გიქცაობს ერთად. რა ინერცი, წავიდა. დო, ეგა. გამოძვრა. შევიდა ეგრევე. გადაკოცნა იყო რა ახარო. იმანაც კარგად შეავახარო. ლოკი. ავა. ალბათ მოუწია ჯალოს გასვლა. აჰა, მოუწია შტურმანს მუშაობა. აი ძანდრი აღარა. მივახმან, სულ არ უნდა ამას ლაპარაკი გასაკვანდა. ევაკუირებაში აი ორგანიზატორი უნდა ასეთი. ყველას გვერდში დგას და ყველას ეხმარება. მადლობა ჭელოს ამ შეჯიბრის ორგანიზებისთვის, მონდომებისთვის, დროის დახარჯისთვის და ამ შემდეგ. მათი შორის ეს საბურავები დასშვები არის კიდე ბევრად. ვიძახთი, მაგრამ არ დამიჯერეს. დარჩი ჯალო არ შეიძლებაო, ამიტომ სამწუხაროდ გიორგის მიანიჭეს კვალიფიკაცია და ამ ტრეკიდან მოიხსნა. იქთა ტრეკის შედეგი დარჩა. ტროფიზე სიარული ისევ შეუძლია, ამიტომ ჯერ მე მგონი მაინც ყველაფერი წინაა და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრდა. კაი, ეხლა გადავალ შემდეგ მონაწილეობას და შეუძლია რომ Subaru. გამოვიდა შემდეგი მონაწილე, Wrangler-ი JK. Wrangler-ში ვერ უყავი თავდაში და Wrangler-ების წირი არის აქ. ყველა Wrangler-ი მიდის ფრანკში. დავშენე. უკაცრავად ფიჩო. Wrangler-ია ფერიოდზე. ზედმეტი იყო. აჰა, რა ბიჭია. რაღაც მარტივად მიდის, თუ მეჩვენება, რაღაცა ეგარი რა, გაიარა, წავა ეხა მოატრიალებს. მოატრიალა. მოდის. გავიმზადოთ თან გადასახდომად. კარგად გაიარა სპორტშორი. შემდეგი მონაწილე Opel Frontera, მოწვევი.
ხუთი კუთხე დადგა. თავიდან. კარგად მიდის. ნახეთ ხა დაღმართს როგორ გაივლის. შვენიერი. დავიდა ხა მოატრიალოს. შოის თითქოს ყველაზე სწრაფად დაატრიალა. გავიმზადო გადასახმელად სურამია. გამოვიდა შემდეგი მონაწილე აჯერო 3 ხაიო თალახი საბურავებია სტრაფად გაიარა საოცრად გაიარა კარგად მიდის. შვენიერი, აბა ნახოთ ახლა მოატრიალოს. ატრიალა ცოტა ბევრი დრო დახარჯა მოტრიალებაში. იყო მინდა თქვა მე მგონი საპრიზო ეკუთვნის და შემდეგი მონაწილე არის ვრანგლერი ეს ჯეია საერთოდ ძველი პატარა მსუბუქი აბა ნახოთ ერთი რას იძავს პატარა კი არის და გადაძლევს აი თონა რო არა აი გამოდის თავი კარგად ხოთი. აქ სულები ჩვენიერია, ძალიან კარგად დაივლის. მიდის ახლა იქითაც კარგად გაივლის, იმიტომ რომ სულები მაინც ნორმალურია, თან კაი, დაიტრაიკნა, აი, ხედავ. რას მიქნავს კარგი სულები, აი. და ხოთი როგორ გამოდის და გაიდრო და კარგადაც ხოთი. ой, არა, მაგრამ კარი გამოდის სამწუხაროდ რატო არ ვიცი. ავდა გაიდრო. შემდეგი მონაწილე ემზადება Grand Cherokee. აი, დიაშვილის Grand Cherokee აჯობებს თუ ეს Grand Cherokee? Grand Cherokee-ის მოყვარულება. დაიძრა. აიძრა. ნახოთ. ეს არის პრობლემა გრძელი მანქანებისთვის, აქ შემოსვლა. დიახი, ეს დაკოლება გქონა ყველაზე რთული, მაგრამ მარტივად ჩადია. დავიდა ახლა მოატრიალებს, მაგრამ ვერ ამოდის. აი, გრანდი გამოდის ახლა. ხოთი ფოტოინებული.
სუფთად გაია რა. ახო დაველოდეთ შეგერებს. აქ ცოტა რთული მოსატრიალებელი იქნება ამ ფილა მანქანისთვის განსაკუთრებით. უნაფხესდა. კარგად შევიდა. და მოვიდილა უკვე. გამოვიდა. ცოტა ბევრი დრო დაკარგა, მაგრამ თავარია ჯარიმა არ აიღო. არაუღია, კარგია უკვე. ვედი. ხალასლებია. გამოვიდა ყოჩა. აუ, ორესია მენგონი. უკან ერთი დარტყმა უკან. მენგონი ორესი. ვიდა მგონი ორესია. არა მენგონი გაიკედა და უწევს გამოყვანა ჯალამბარით. სადაც ჯერ. ბოლი ამოდის უმოთ. ეს ბოლი გადაბმულობისაა თუ? საბურავების არ ვიცი. თუ გადაბმულობისაა თუდია. მაშა მოდერაულა შეიძლება. საბურავი. აი ეს ზუსტად კიდაპირია. თუ ამოვიდა არის შანსი რომ არ გასულა. უმბარა სავარაუდოდ. აღარ მუხსაობს აქეთ ამ ხარეს. ხო? ამოდის ახლა ჯალამბარით და აი ეს წეიღოლია. აქეთ ამ ხარეს დაზიანდა და აღარ მუხსაობს. სავარაუდოდ უმბარა დააზიანა. იმიტომ რომ ძალიან დიდად მუხსაობდა კუთხეზე აღებულზე და იცის ხოლმე ეგეთი ამბავი.egi მონაწილე ემელით საინტერესოა. კარგად გაასწორა. აბა ნახოთ როგორ შემოვა. ჯარიმაც არ აუღია. რა ხოშე არ დაინახავს რომ მოდებოდა. სამაგერო так. არა. აი. აქედან დაიშვება ალბათ. აქ არ უჭირთ საერთო ჯამში. ავიდა ახლა მოტრიალდება. დრო დახარჯა მოტრიალებაში. გადი რაღაცაჩვერო. გადი გასული. მაიცავდა.
გამოვიდა კიდე ერთი ვრანგლერი და ორკარიანია და წეს კარგად მოიარა. თან მეგონა ჯეიელი არის. რაღაც ჩვენნაი. ოპა, აი ეს უკვე მომწონს. კარგია. საკმაოდ კარგად მოდის. აშკარად 2-0-ია. თუ არა დონე. მეგონა ჯეიელი არა საერთოდ ჯეიკეია. უკვე ამ ვრანგლებს ვერ ვარჩევთ მეც, მაგრამ არა უშავს. კარგი მანქანაა, კარგად მოდის. ხმაც ისეთი აქვს. ტექნიკურად შვენივრად. გასწავლიდა. ეხა იქ წეს და უნდა გაუჭირდეს გავლა, იმიტომ რომ ამას. აი, მოგითხარით. აი, პროგნოზებს ვსვამ. თუმცა მეორე მხრიდან რომ მოტრიალებულიყო ჯობდა. ძალიან კაი დრო აქვს. და ჯარიმები ჯერჯერობით არაფერი არ აქვს. კაია. გავყურეს დასიდან მე ვარ გავწესებს, მაგრამ გადაღების შეთანხმება მაქვს აღებული. კაია. ვაიმე, აუ! ჯოხი მოტეხა ერთი წამი. არა უშავს, მაინც კარგად გაიარა. მაგრამ ჯოხი მოტეხა. ეგ არ უცით დისკვალიფიკაცია თუ არა, მაგრამ აი, წამოვიდა Grand Cherokee. აქ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. თუ ტრაექტორიას ვერ ისწორებ, ან ჯოხი უნდა წააქციო დრო და კარგო. მაგ დროის დაკარგოთ იქნება უფრო მოიგო, ვიდრე მან წვალები. გამოვიდა. აი, ტიკი. ეცნობა დაუშვა. ჩვენი. საბურავი ჩვენ ზუსტად იგივე. ჩვენი საბურავი მინე ჩვენი ეცნობა დაუშვა. არა მაგდა დაუჭირდა. მოვიდა, ოჩა, ეს გადააკეთე. ეს მაგარი. აი ეს იყო გაბონა ხა ჯარიმა რა სტანდარტი რა უნდა აჰა კარგად გადავიდა ოჩა დემო ოდია გაია აუ საი არა უშავს ჯარიმა აბ გაფა ერთი ჯოხი ჭიქჭაკი გამოდის ვი გარეშით, მაგრამ საბურავი დაუშვათო, ეგრე არაო. ახლა უცბად დაუშვეს. იჭება. აი მოკლე მანქანა მაინც აკაია და თან ახლა განახებთ აქეთ რა ხდება ეს აი რაჭაში რო ამას იზამს ამ მანქანით
უყავს, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ეხლა მე გადამივლის, ხო ვიცი? ისი ამბავ. ორი გარეშე მონაწილე, ანუ არ მონაწილეობდა, ისე გამოვიდა, უბრალოდ აინტერესებდა სიარული. იფო დიდი ხნის გამოცდილი პროვადერი, ბევრი შეჯიბრის გამარჯვებული და ასე შემდეგ. ეს კატეგორიები მორჩა და ეხლა გადავდივართ უფრო რთულ კატეგორიებზე. ეხლა იქნება ყველას საინტერესო. ეხლა დაიწყება, ნახოთ ერთი რა გამოვიდა. იწყება ხალხო ეს პრო მოდიფი არის და პრო და აი ეს პატარა ის მოვიდა და ამ პატარა გუბკაში. აი ეს ამ მანქანის ხელა გუბერია ეგ და რა ვიცი.